გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. მას ვიზიტორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ზამთარშიც სტუმრობენ. შეგახსენებთ, რომ შარშან სახლ-მუზეუმს კოსმეტიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი განებივრებულია ვიზიტორების რაოდენობით. გასულ წელს განსაკუთრებით დატვირთული წელი იყო იმით, რომ ნატოობა ფართო მასშტაბით აღინიშნა, მაგას დაერთო თან კინოფესტივალი ელისოს სახელწოდებით და დიდი გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდა. გასულ წელს იყო 2400 ვიზიტორი. წელს იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი იქნება, მეტი დატვირთვით იმუშავებს სახლ-მუზეუმი. მინდა აღნიშნო, რომ უცხოელები, რომლებიც მოდიან, მე ხშირად ვამბობ ამას, რომ ნატო ვაჩნაძეს აქვს უცხოური სისხლი, პოლონელი დედა ჰყავდათ მოგეხსენებათ, ბებია გერმანელი, დიდი ბებია იტალიელი, ქართველი თავისთავად და უცხოეთიდან რომ მოდიან და რო ხდებიან ამ უცხოელის ფოტოებს, პორტრეტებს, თან მინდა აღნიშნო, რომ თითქმის ყველა ის უცხოელი, რომელიც აქ ცხოვრობდა შემდეგ ნატო ვაჩნაძის წინაპრებზეა საუბარი, ქველმოქმედებას ეწეოდნენ და ბევრი სასიკეთო საქმეები გააკეთეს საქართველოსთვის. ამ საგვარეულო სახლში ფილმებია გადაღებული, ვიზიტორები ამას კითხულობენ და ჩვენც ვეუბნებით, რომ გადაღებულია ფილმი რაც გინახავს ვეღარ ნახავ, ხარება და გოგია, ჩაკრულო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებია გადაღებული. ეს ნამდვილად კი ამ სახლში იღებენ ესეთ, იმიტომ რომ ეს გახლავთ უნიკალური ძეგლი, როგორც იცით, ხუროთმოძღვრების და თავისებური დატვირთვა აქვს ამ შენობას.